მცირე პაუზის მერე ვაგრძელებთ საუბარს და აი ნაითმერზე რომ საუბრობდით, მოკლედ ესეთი კითხვა გამიშთა, რომ ესეთ ლამაზ და ესეთ მაგარ დანას, ნუ ნაითმერ ქართულად რომ გადავთარგმნოთ, რაღაცა ღამის კოშმარს ნიშნავს და ბატონ დეიმურას ვკითხე რომ რატო დაარქვით ესეთი სახელი თქო. აი მოგვიყვება ეხლა თვითონ ძალიან მაგარი ისტორია. ხო, ისტორია არის ასეთი. რაზე ქვია ამას კოშმარიან ნაითმერი. ყოველ წლის ბოლოს ჩვენ გვაქვს დიდი თათფირი და ბიზნეს გეგმა და აი რა დანებს გამოუშვებთ და მე პრეზენტაციას ვაკეთებ მთელ მოდელების პრეზენტაციას მთელი გუნდის წინაშე. როცა ვაჩვენე ნაითმერი, ჩვენ გვყავს სახელოსნოს უფროსი, რომელსაც ქვია დიმიტრი და ჩვენ როგორც მე ვთქვი, გვაქვს lifetime service-ი. როცა ნახა დუპლექსის პუსკები თან ეს რო არის M390 და ახალი ნაითმერები მაგნაკადზე, მაგან თქვა ეს eta будет мой ночной кошмар. რა გარესავს ამას ეხლა კი ბატონო. სუთავიდან სხვა სახელი დარქვინა, მაგრამ დავარქვით მერე კაშმარი. ხო, არა, ისე რა კაცმა სიმართლე თქვა, პრინციპში არ არის ეხლა ამ დაშვებების გალესვა ამ ფოლადებზე იული საქმე და რა ვიცი, სახელით შერჩა და საბოლოო ჯამში, რა ვიცი, მაგარი დანა სახელი არ ამგონია რომ ბევრმა იცოდეს, მაგრამ ჩვენმა გამომწერებმა იციან რატომაც ქვია. კაი, ესეთი კითხვა მაქვს. მე ზოგადად, რა ვიცი, ალბათ ჩვენ წრეში ცნობილი ვარ, იმით რომ ძალიან მიყვარს დანების და ადამიანების, ასე ვთქვათ, გაცნობა. ანუ იმ ადამიანების, ვინც დანების ირგვლივ ტრიალებენ და ბევრ, ასე ვთქვათ, მსოფლიო, რა ვიცი, ლეგენდებს ყველას აქვს და რაღაც ესეთი აღნიშვნა, რომ მათთვის უდიდესი როლი მათ წარმატებაში ითამაშა ოჯახმა. არ ჩამოვთვლი ახლა მე მათ ისტორიებს და პირდაპირ გკითხავ თეიმურას, რა როლი ითამაშა თქვენ სიტუაციაში ოჯახმა და თუ შეიძლება რომ გაგვაცნო თქვენი ოჯახი. რა თქმა უნდა, მამა ჩემი თეიმურაზი ივანეს ძე ვაშაყმაძე ან ფსევდონიმი აქვს უხუთელი, ჩვენ უხუთიდან ვართ. გასაგებია. ამიტომ ზოგჯერ სოციალურ ქსელში თქვათ ნახაზებს თუ დაინახავთ, იქ არის წარწერა უხუთელი. გასაგებია. ხო და ისტორია როგორია? როცა დავიწყე დანაზე ფიქრი და აი თქვათ დანის კომპანიის ჩამოყალიბებაზე, სუთავიდან, მე ხა დიზაინერი არა ვარ. მე მქონდა იდეები და კონცეფციები, როგორი უნდა ყოფილიყო დანა, რა მინდოდა მე. ხო და სპეციალისტებთან რომ მივედი, სპეციალისტებმა დამიწყეს ჭკუის სწავლა. ასე დანის გაკეთება არ შეიძლება, ისე დანის გაკეთება არ შეიძლება. შენ რაც გინდა გააკეთო, ეს არ გამოვა, არ გინდა. ხო და მე ხა მამაჩემი არის არქიტექტორი. კი ბატონო. ხო და მივედი მამაჩემთან და ვეუბნები, აი ხაზვაც იცის, ხატვაც იცის და უთხარი, აი ასეთი კონცეფცია მაქვს და მინდა რომ დამიხაზო დანა, ყველა რაზმერები, ყველა ისენი რადიუსები, ყველაფერი რომ იყოს, რომ წარმოებაში გავაგზავნო და მაგით დავიწყო. ხო და მე უკვე მოეწონა ეს თვითონაც ჩაერთო. კი, ჩაერთო, მაგრამ ჩაერთო და ეხლა, რა თქმა უნდა, ჩვენ აი ასეთი დიდი პაპკა ნახაზების ყოველდღე ხაზავს, ყოველდღე ახალ დანებს აპროექტებს, იდეებს მე მივაწვდი, რაღაც კონცეფციებს ურთიერთობთ, ან даже გამოშვებულ დანაზე მე რა უნდა გადავაკეთოთ. ეს რა თქმა უნდა, მამაჩემი დიდ როლს თემურას ერთ ჩაგეკითხები, დანების მოყვარულების ალბათ უდიდესი ნაწილი საერთო გვაქვს ის, რომ რაღაცა ოჯახმა განაპირობა დანების სიყვარული ბაბუისაგან, იქ ბაბუა ხელს უთლიდა ხოლმე. შენ შემთხვევაშიც ეგრე იყო თუ? როგორც მე ვთქვი, აი პირველი ალბათ აი ეს ხანჯალი რომ აჩუქეს. ხანჯალი რომ. და რა ვიცი, აი ოჯახში სულ იყო დანა და მამაჩემი ძალიან კარგად თლიდა, სულ დანით იყო და აი ხისგან გამოთლიდა, ხმალს გამომითლიდა, პისტოლეტს გამომითლიდა და მუშაობდა ძალიან კარგად და ეხლაც მუშაობს ძალიან კარგად დანით. და მაქედან მოდის ალბათ ეს. ოდნავ პატარას, ასე ვთქვათ, ჩანართს შეგაწყვეტნებ თეიმურას. მე გადმოცემით ვიცოდი თეიმურას უფროსის შესახებ
და მინდა აქედან მოკითხვა გადავცე უდიდესი პატივისცემა ჩემგან ბატონო თეიმურას, იმიტომ რომ ვიცოდი რომ აი ამ ყველაფრის უკან იდგა ადამიანი, რომელიც ამებს უკვე როგორ თქვა ეს, ქმნიდა ნახაზებს და დანარჩენი უკვე თეიმურაზმა მოყვა და მოკითხვა მოკლედ და დიდი პატივისცემა. გავაგზავნოთ ოჯახის შესახებ საუბარი. ჩემი მეუღლე მუშაობს კომპანიაში. ძალიან საინტერესოა. marketplace-ების განხრის უფროსია. მეტი არავინ არ არის. ოჯახიდან ჩართული იმენა დანებში და დაგერში. მამაჩემი და ჩემი მეუღლე. და რა თქმა უნდა, ეხლა ოჯახი სულ გეხმარება და რაღაც პაჯერშკას ორი წევრი ოჯახიდან ესეთ პოზიციებზე ეს უკვე ძალიან დიდი ერთ შეგიძლია კიდე მეც გავიარე რაღაც მსგავსი და სახელოსნოს რო ხსნიდი და თავიდანვე ისეთი ძლიერი მხარდაჭერა ქონა ოჯახი არა. ხო, ჯერ არის ხოლმე თავიდან. აბა როგორი. სკეპტიკურად შეხედეს დანების თემას. მე როგორც ადამიანი მე ძალიან ბევრი ხობი შეიძლება გამიჩნდეს და სუთავიდან რა თქმა უნდა ოჯახსაც და ყველას გარშემო ვინც მე მიცნობს ამ ხანაგებს თამაშობსო რა რაღაცას იწყებს გადაუვაო და მე ისა სხვაზე გადავაო. გასაგებია რა ვიცი. ესეთი კითხვა მაქვს პირადად მე რომ ზოგადად მე მაგალითად მაქვს რაღაც ჩემი ხედვები როგორც დანის წარმოებაზე, მის ვიზუალზე, ბაზარზე, განვითარებაზე და ასე შემდეგ. სავარაუდოდ იგივენაირად იყავით თქვენს, მაგრამ მას შემდეგ რაც დაარსეთ კომპანია და უკვე ხელი მიგიწვდებათ რომ რაღაც თქვენი იდეები აქციოთ კონკრეტულ დანად, შეგეცვალათ თუ არა თვითონ აი ამ ინდუსტრიაზე ხედვები და რა ვიცი როგორ ფიქრობთ წინ მიდის ინდუსტრია თუ რაღაც ხარვეზებს ხედავთ მასში? არა, ხარვეზებს არ ხედავ, ინდუსტრია მართლაც წინ მიდის. აი რო ავიღოთ ახლა ალბათ ვინტერფელის დანები. მგონი ვინტერფელია თუ ბრაიან ვინტერის დანები ძალიან თანამედროვე, ძალიან ინოვაციურებია. რო გადავხედოთ 10 წლის უკან ან 20 წლის უკან როგორი დანები გამოდიოდა და ეხლა როგორი დანებია, ეს ძალიან დიდი სხვაობა არის. ტექნოლოგიები მიდის დანებში და ეხლა სხვანაირად უკვე დანებს ვეღარ გააკეთებ. აი ოპინელი არის და არის, მაგრამ მეორე ოპინელს ხო ვერ გააკეთებ. ამიტომ შენ ეძებ ახალ ფორმებს, შენ ეძებ საინტერესო გრინდებს, შენ ეძებ საინტერესო მექანიზმს, საინტერესო ჩამკეტებს და აი მაგაში მიდის ახლა უფრო ინდუსტრია. მაგრამ არის ასეთი ტალღოვანი ტრენდი. ადრე უფრო იყო ტრენდი აი რო ამბობენ ლამალიტი, ხო, აი უხეში ძლიერების. ეხლა უფრო ტრენდს მეუყურებ სლიპ ჯოინტები, ჯენტლმენურები და ასეთი თხელი პირი რო კონდეს და რო ჭრიდეს, ბასრი რო იყოს. რეზაკი, ხო? კი ბატონო, კი. ანუ ჩვენი მოდა და ტრენდია. მაგრამ ჩემი აზრით შეიძლება ერთი რამოდენიმე წელიწადში ისევ აი ეს უხეშდანებზე გადავიდეს. მაგაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ეგ მალე მოვა ეგ მომენტი. ერთ შეგიკითხები თეიმურას. აი ეს დანებისადმი განწყობა თვითონ და ეს სიყვარული, აი მანამდე როგორც გქონდათ დაგერამდე თქვათ რომ აგროვებდი სხვანაირად ხედავდი, აი შეიცვალა თუ არა თქვათ იმის მერე რაც უკვე შენ თვითონ გახდი ამ ყოლაფრის ნაწილი და დაიწყე დანების წარმოება. აი თვითონ დანების კოლექციონერობა, შემგროვებლობა. უფრო შეიცვალა ის რომ უკვე ხშირად აღარ ვყიდულობ სხვა დანებს, იმიტომ რომ ისეთ დანებს უშვებ მე რომ მომწონს და მე რომ ვატარო. მაგრამ წელიწადში მინიმუმ 3-4 დანას ალბათ ვყიდულობ ჩემ კოლექციაში რომ დავდო და უფრო რომ დეტალურად გავიარო როგორ და რა არის გაკეთებული იმ დანებში. სხვანაირად ხედავს. სხვანაირად. აი მაშინ იცი როგორი კითხვა მაქვს, ეს მე მესმის ახლა რაც თქვი, მაგრამ თუ არის ისეთი დანები, რომელიც შეიძლება აღარ გამოდის, ან არ ვიცი და ანუ აი
სურვილი გაქვს რომ პირობითად რა რაღაცა რამოდენ 2 ან 3 ისეთი მოდელი რომ აუ ამას ვიქონიებდიო. აი რაღაც ესეთი თუ არსებობს. აი აღარ გამოდის არა, მაგრამ სულ მაქვს სურვილი ვიყიდო Benchmade-ის Osborne-ი. კი ბატონო, კი ბატონო. აი რატომღაც ძალიან მომწონს დიზაინი, ძალიან მომწონს ხაზები, გრინდი, ყველაფერი, მაგრამ აი წელსაც ვფიქრობდი ვიყიდი Osborne-ს, მაგრამ ვიყიდე სხვადანები. გასაგები. არ ვიცი, გასაგები. ეგ მეც მემართება მომენტი. Osborne დასაკეცი გვაქვს საუბარი, დასაკეცი, კი, დასაკეცი ალუმინის სახელური აქვს, Axis Log-ზეა და აი ისეთი, რა ვიცი, აი ალბათ ship foot და reverse tantoru არის გარეული. კი, გვაქვს ჩვენ Osborne-ები. მეც ვარ მოყვარული, მაგის ფიქსებიც ქონდა, კონტეგო ისიც ძალიან მიყვარდა და Osborne-ის მოყვარული ვარ, წაგიკითხე. მოხლა ყველა საინტერესო ნაწილზე უნდა გადავიდეთ და თეიმურაზის კოლექციის იმ ნაწილზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც დღეს თეიმურაზმა მოახერხა და ჩვენთან მოიტანა და სამწუხაროდ ბევრი ვერ მოვიტანე. რავი, არც ისე ცოტა არ არის, რასაც აქედან ვხედავთ და. ჩავერთო საქმეში. ჩაერთე გიორგი, ნელ-ნელა გადმოგვაწოდე შენ სკენარი. კაი, მოდი მაშინ ჩემი იმით წამოვიღებ. მე თვითონ შევარჩევ ხოლმე კი, კი. აბა ნახოთ. ფიქსი მაინტერესებს ეს ძალიან. მაინტერესებს. თან მე მგონი ერთი ფიქსი დევს, ორი ფიქსია. აი პატარა არის კიდე. აი მაგას. აი მე რომ მაინტერესებს ეგ არის. კი, კი. საინტერესო. გამოუშვი. კაი, მოდი და ესე ნაწილ-ნაწილ მივყვეთ. კარგი, დანარჩენებს ახლოში მოვწერ. კი ბატონო, ხო, ჯერ ეს ორი. აბა რა დანებია თეიმურას. ეს არის Beaver Knife-ი, პირველი სერიული დანა. თქვენ თუ Bushcraft-ს უყურებთ, Bushcraft-ის იყიდეს და. ხო, Bushcraft-ის მოყვარული თუ ხართ, რა ვიცი, აი ნახეთ, ცოტა აი ეს დანა დამეჟანგა, იმიტომ რომ X12 MF-ია, ან D2-ის ანალოგია, არ გავზეთე, ამიტომ აი ხო გამოფენაზე იყიდეს. კი, კი, გამოფენაზე ვიყიდე. კონვექსია და რა ვიცი, დამაინტერესა, იმიტომ რომ ნუ მაინც ფიქსებიც მიყვარს, მაქვს ფიქსების კოლექცია და აი Beaver Knife-ი ახლა აი თქვათ კარგდანებს აკეთებს. აი მაგის კასტომები რო ავიღოთ, ძალიან კარგი დანებია. ვიზეც თეიმურაზე საუბრობს ეს ადამიანი, ანუ საკმაოდ ცნობილი არის ფიქსების სამყაროში და არა მარტო რუსეთში. ეს იყო კონკრეტული მისი ხაზი, რომ მან გადაწყვიტა, როგორც მახსოვს, რაღაცა კონკრეტულ ბიუჯეტში უნდა და მოექცია, რაც სახელი დაარქვა, ზუსტად არ მახსოვს ის სახელი, მაგრამ უწერია, რომ არის ანუ forged, ანუ D2 steel, ანუ ნაჭედი D2. ამ თემაზე არ მინდა ხა საუბარი ეს ნაჭედი რამდენად საჭიროა თუ არ არის საჭირო, მაგრამ როგორც დანა, როგორც ერგონომიკა, ჩემთვის ძალიან საინტერესო დანა არის, სიამოვნებით ვიბუშკრაფტებდი და რაც შეეხება აი ამ ჟანგს, ესეც არის ძალიან ჩვეულებრივი და ნორმალური მომენტი, თუ გინდათ, ანუ რო თქვა არ გაუჩნდეს ეს ჟანგი, სისტემატურად ჭირდება საფოხი საშუალებების წასმა და რა ვიცი, სისტემატურად როდესაც ხმარობ დანას, იმას უვლიკიძავთ. ეს ეთქობა თეიმურას კონდა შენახული და დღეს როცა ახლა რომ მოვდიოდი, დავინახე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე წამოვიდე. კი, ძალიან დიდი მადლობა. თქვათ, ერთი კვირა რომ მქონოდა დრო, ამას ისე მოვაწესრიგებდი, რომ არაფერი არ გამოჩნდებოდა. თეიმურაც ახლა შენ რო დანების მოვლა არ შეგეშლება, მაგაზე ეჭვი არ გვეპარება. ეს შიგნით დაჟანგდა ხო, ქარქაში რო იყო. თუ მან შიგნით. ანუ ქარქაში რო დევს ხოლმე, ნუ შიგნით უფრო იყობს, კონდენსატის გამო, ხო? კი, კონდენსატის გამო და ალბათ არ გავწმინდე და ნუ ეს ჩემი ბრალია. ხო, რაღაცა ჩემი თეორია არის, რომ რაღაცა ქარქაში გამიგია, რომ უჟანგდებათ ხოლმე რა და რო თქვა ტემპერატურის ხოვები შიგნით შეიძლება თქვა, რომ აი კიდოს ხოლმე კოროზია. ნუ მოკლედ კოროზიებზე რო პრობლემა გვაქვს, შესანახად შეიძლება იყოს, რომ ცალკე ჯობდეს შენახო, ვიდრე ქარქაში რო იტოს. კი ბატონო, ნუ ჩემი აზრით. აი ახლა დანა მეორე, ჩემი ასე ვთქვათ, ფავორიტი დანა, რომელიც მე ესე ცოცხლას ნანახი არ მქონდა. და მოდი თეიმურა შენ თქვი ამ დანაზე და მე ვიტყვი მე. ეს არის კირიდაში, რომელიც NC Custom-ის კირიდაში. ეს დანა მე სულ, ნუ ისეთია რა, ეს უფრო დანა კი არ არის, აი ასეთი პატარა რაღაცა, რომ რა ვიცი, ჩიპსი გახსნა და მაგეთი რაღაცა, მაგრამ ამაში მთავარი იდეა რაც ჩადო NC Custom-მა ძალიან მომწონს. ჯერ ერთი გეომეტრია ძალიან თანამედროვე ხიგონოკამი გააკეთეს, ძალიან მომეწონა, მაგრამ მე დაიწყეს ფერადი გრავირება. კი ბატონო.
და როცა დავინახე რა ქვია ამას ოსტრავსაკროვეში ხო, როცა დავინახე, ეს იყო ერთ-ერთი ჩემი რა ვიცი, აი საყვარელი მულტფილმი. განძის კონძოლი ქართულად. როგორც ნუპაგაძი და აი მაგეთი და სრაზუ მომინდა რომ მქონოდა ეს კოლექციაში. ეხლა მე არ მახსოვს ამათი პირველი რა იყო, მაგრამ როდესაც გამოუშვეს კირიდაში აუს 8 ფოლადზე, ნუ საოცრად ხო მომეწონა. პლუს ამას ანუ კირიდაში არის ადამიანებისთვის, ნუ იაპონიაში, ანუ განსაკუთრებით ოჯახში, როდესაც ჭირდებოდათ ტყავის დამუშავება, მუყაოს, ანუ რაღაცა საყოფა ცხოვრება ძალიან საჭირო ნივთი იყო რა და ამათ აი ისეთი კაიდექსის ჩასადები გაუკეთეს, რომ გააკეთეს ამისგან რაღაცა საოცარი აქსესუარი, რომელიც ერთგვარი სამშვენისიც კი შეიძლება ჩამოიკიდო და ნელ-ნელა სერია გააკეთეს და თეიმურაზმა რომ ითხრა, რომ აუ მე მაქვსო მოკლეთო აი ეს განძის კუნძული და ნუ აი შემდეგ კამერაზე კარგად გამოჩნდება, ნუ არ ძალიან გამიხარდა. რუსეთ უმეობაში ბრალი არ დამდოთ, მაგრამ მოკლედ რუსულ, ასე ვთქვათ, კომპანიებს თვალყურს ვადევნებ და რაც კაია, კაია, ეხა კაიდანაც აკეთებენ და რა გავაკეთო ეს? კაი, წავედით. კაი, შემდეგი მე მაინტერესებს ეს დანა რატო არის კოლექციაში და ამასაც წამოვიღებ. აი, მაშინ ისიც წამოიღე. ესა? კი, იმიტომ რომ რაღაც ერთიანობაა, მე როგორ ხვდები. კარგი, აჰა. მოდი მაშინ აი ამასაც წამოვიღებ ერთცალსაც. ეს რა შუაშია? გასაგებია. დავიწყოთ მაშინ. დავიწყოთ. ეს სამი ვიყიდეთ წელს Blade Show-ზე. დავიწყოთ ალბათ Microtech-ით. ეს არის Blade Show Edition Zero Blade Play. მართლა მაინტერესებდა მართლა თუ Zero Blade Play-ა. როცა ვიყიდე, გავიგე რომ ეს მართლა Zero Blade Play-ა, ამას აუცილებლად დავშლი, აუცილებლად შევისწავლი. რა არის ამ დანაში, აი რა კოლექციაში რა უნდა იყოს, იმიტომ რომ Blade Show როცა ტარდება, Microtech-ი უშვებს ლიმიტირებულ სერიას. მარტო გამოფენისთვის. და აი ეს ნაცრისფერია, ხო? აი ეს ნაცრისფერი და ტუტონი, აი ასეთი წესით მეტი მაგან სერიაში არ უნდა გაუშვას. ნატურალს ეძახიან, ნატურალური ფერი. ნატურალური ფერი. ხო და წელს გადავწყვიტე, ისე არ იყო იოლი რომ მეყიდა ეს დანა. ხო, იმიტომ რომ მე ხო ჩემი მაგიდა მქონდა Blade Show-ზე. ხო და სუთავიდან როცა მივედი, ჯერ სანამ შოუ დაიწყებოდა, უთხარი მომყიდეთო და ვერ მოკიდითო, უნდა მოყვიდეო, როცა გაიხსნებოდა გამოფენა მაშინ. ხო და მე მივედი ახლა და ვეუბნები რომ ახლა მარტო ვარ მე გამოფენაზე, მე მარტო ვიყავ იქ, მარტო ვარ და ვერ დავტოვებ. ამიტომ შეიძლება თუ არა 15 წუთით ადრე რომ მომყიდოთო. ხო და კიო. გასაგები. ხო და პაბლატო მომწეს. გასაგები. მოკლედ ამ დანაზე ჩვენ გვაქვს ნალაპარაკები, ჩემი დამოკიდებულება, იცით. მაგრამ ძალიან საინტერესო ეგზემპლარია. მართლა სიამოვნებით ვიქონიებდი, როდესაც აქ აწერია, რომ ეს არის Blade Show 2025 და ZBP ამაზე ბევრი ამბები ჯერ კიდე წინ იქნება, ეს გასარკვევია, რა მოხდა და როგორ მოხდა და თავარი იდეა როგორც მივხვდი ZBP. დრო და მექანიზმი. და ძალიან მაინტერესებს თეიმურას რო დაშლი და რაღაცას ნახავ, რავი, მოგწერ და გაგვიზი არის მაინტერესებს ძალიან. თვითონ ამ ადამიანს დაშალა სხვადანა და შეისწავლა იმის მექანიზმი და ნახოთ როგორ კარგად გადმოიტანეს. ანუ სრული უფლება გაქვს შენ ეს დაშალო და ანუ იგივე ZBP გააკეთო. ვერაფერ პრობლემას ვერ ხედავ მე. თუ მაგას აქვს უფლება, რატო არ გაქვს შენ მაგის უფლება? კი ბატონო. არ ვიცი. არის. შემდეგი არის Chavez-ი. Chavez-ი მე მომწონს, მაგის დიზაინერი მომწონს და Blade Show-ზე აჩვენეს ბიუჯეტური ხაზი, ეს Chavez-ი ღირს $80. არ ვიცი, აი არასდროს Chavez-ი არ ღირდა $80. ჩემი პირველი შეხება არის ახლა აი ამ Chavez-ის ბიუჯეტური ხაზებთან. $80 ფასი რო გავიგე. რაღაცას ვამსგავსებ თან და აბა ერთი მეც რო დავიჭერ ხელში ვიტყვი ეგ არის თუ არა. $80 კლიპსა ისევ ტიტანია აქვს? კლიპსა ორი მოყვება, არ ვიცი ტიტანია თუ არა, თუ გაქვს მაგნიტი შეგვიძლია გავსინჯოთ. ინტერესო არის, მაგრამ რაც უნდა იყოს $80-ში Chavez ყოჩახ. აჰა მე ხე, ამით მია. მაგრამ რა მინდა ვთქვა, რომ ეს ალბათ ავარჩიე. ყველა ასეთი იდეალური არ ქონდა $80. გასაგებია.
იცი რა, ვიზუალურად ძალიან მომწონს, ანუ ის ფაქტი, რომ ჩავეცები სქელია და ეს თხელი, ანუ ეს უფრო იდისია ალბათ. კი ბატონო, ეს მომენტიც ძალიან მომწონს. დანარჩენი ის რომ ჩავესის გრინს ვერ ხედავ აქ არ მომწონს, ანუ რაღაც კი ჩავეს რაღაც მოდელებზე აქვს ეს სტანდარტული გრინდი, მაგრამ ჩემთვის ჩავესი არის დუპლექსი და ესეთი რთული გრინდები, მაგრამ მთლიანობაში არც მე არ მქონია შეხება და ძალიან თუ გააგრძელებს ამის გამოშვებას, მე მგონი ძალიან კაი ამბავი იქნება, რომ ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა. რაღაცა ტენდენცია არის, არა, ისეთი, რომ პრემიუმებიდან ბევრი გადადიან ცოტა ბიუჯეტურებზე, მეტფორდმაც გააკეთა ეგეთები, სიკაეფმაც გააკეთა, ეგეთ ჩავესიც არის. ფაქტია, კი, რომ ადამიანების უმეტესობას ან არ აქვს, თქვათ, იმის საშუალება, ან არ აქვს სურვილი, რომ გადაიხადოს რაღაცა X თანხა რა. თორე ხა მოდი გულწრფელად თქვათ რა, $80 დანა, ცუდი დანაა რა. არა, რას ვცახი, CV-ის ფასია, კარგია. ჩვენერი დანა არის. ჩვენი, ანუ ჯერ ასე ვთქვათ, რაღაცა თავი დაიმკვიდრა იმით, რომ მაგარი რაღაცები გააკეთე და მე შეგიძლია თავისუფლება მისცე გააკეთო ბიუჯეტური. კი ბატონო. თორე ეგრევე ბიუჯეტურით რო დაიწყო, მე ძნელია რო ახვიდე პრემიუმში. კი ბატონო, კი ბატონო. აბა აი მესამე დანაზე. ეს ალბათ სულ დარჩება ჩემ კოლექციაში. და ალბათ არავის არ მივცემ. თუ გაგეცნობა? ეს არის Jack Wolf-ი, ესეც არის ბიუჯეტური სერია. კი ბატონო. მაგენმა ეს ბიუჯეტური სერია მგონი წაღადგინა Blade Show-ზე წელს, ხო? კი ბატონო. მანამდე არ ქონდათ და მე ახლა როცა მივედი მაგასთან პატარა ინტერვიუ ჩავიწერე. აჰა, გასაგებია. ინტერვიუს რომ მორჩი, ნუ წაიკითხე ახლა დაგერი თეიმურაზ ვაშაყმაძე და კითხა დაგერის მფლობელი ხარო? მე უთხარი ხო. ხო და მე თქვენი ვენდეტა მაქვს. აჰა. ხო და მე უთხარი ახლა ვენდეტა თუ გაქვს მე ახლა რო არ ვიყიდო დანა არ გამოვა. და მეც უნდა მქონდეს შენი დანა. ბენჯამინ ბელკინზე არის საუბარი იმ კაცზე, ვისაც მე და გიო ხშირად ვაკებთ ხოლმე, აგერ თეიმურაზი პირადად არის შენახვედრი და თეიმურაზ მე ძალიან მიხარია რომ ეს დანა დავინახე შენს კოლექციაში და მე კიდე ესეთი განმარტება რომ სულ დარჩება შენს კოლექციაში. მე და მიხელის ძალიან მიყვარს ბენჯამინ ბლეკინის ნამუშევრები, თვითონ პიროვნებაც მე შორიდან ვიცი და ძალიან დადებითი და კომუნიკაბელური და კარგი პიროვნება არის და თანებსაც ისეც აკეთებს რომ ჩვენ მე და მიხელი აქტიურად ვეწევით მის პოპულარიზაციას. კი, ეს კონკრეტული მოდელი შეგიძლია შეიძინოს მედანის ქავთარაძის ფილიალში, ჯერ სანამ არის კიდე, მაგრამ ვიდეო რო გამოვა ალბათ აღარ იქნება. ახალი მოდელი სულ რაღაც 1-2 კვირის უკან ქონდათ მე მგონი დროპი. კი ბატონო და შავ კარბონზე, ან როგორ ვიცი, მქონდა ან შავი კარბონი მინდოდა, ან აგდევს ცისფერი ძვალი რო არის. ხო და ვერ გადავწყვიტე ჯერ, ანუ ეხა ავიღებ, რომელიღაცას. მე რას გეტყვიცი? ცისფერი ძვალი უფრო გაყიდვადი იყო Blade Show-ზე. ხო, აღარ დარჩა. არა და ვიზუალურად კარბონისკენ უფრო ვიხრე. ხო, მეც, რა ვიცი, მეც შავი უფრო მეწონა. და აი Jack Wolf-ში რა მომწონს? აი ეს თანამედროვე გადახედვა ძველებურ ბაბუას დანას რო უძახიან ამერიკაში. კი ბატონო. აბა გიორგიმ გააჩინა დანა, რომელიც დღევანდელ საქართველოში მე მგონი ერთადერთი დანაა პრობლემა რო არ არის ვატარო. ნუ ვიქტორინოქსი კლასიკა სულთან მაქვს და ეს არის ხო? კი, просто აჰა, გასაგებია. ბევრი ადამიანი ასეთ დანებს აგროვებს, აი ასეთი, ნუ არ ვიცი, გინახიათ თუ არა. არა, არ მინახავს. ხო, სხვანაირებიც მაქვს, ამიტომ რა ვიცი. დიდი ხანი ხო არ არის რაც შენ კოლექციაშია? ძველი დანა ხო არ არის? კი, იქნება ერთი ალბათ 5 წელი შეიძლება. ჩემი იცი ერთ-ერთი პირველი დანა იყო, რომელიც ცოტას დასულას აქში რო ვიყიდე. ეს ვიქტორიოქსი კლასიკი მოყოლი მაქვს მე მგონი ჭავჭავაძეზე ალბატროსში. მე რასაც უყურებ აი რუსულ YouTube-ს რა, მაგალითად იქ ძალიან პოპულარულია რა ვიქტორინოქსია თვითონ ძალიან პოპულარული. კი, ვიქტორინოქსი პოპულარული, მაგრამ აი კლასიკი რატომ არის პოპულარული? აი როგორც NC Custom-ი იმეორებს ამას. აი ესენი ხო ცვლიან სულ კარებს, ახალი ნახატები და რა ვიცი. საშუალება გაქვს რომ მოკლედ გაერთო კოლექციით და ძვირი არღილსთან. კი ბატონო. ბატონო გიორგი, წავიდე? ტემპი ბატონო გიორგი. კაი, ესენი გადავაწყე და თორე გადმოვხდები მე მანდით. ვიცადე.
და გადავიდეთ საინტერესო დანებზე ნენელი. ამას წამოვიღებ. კარგი. უკვე დაგერებით გაჩთან. არის. თუ ესენიც გადმოვდომე. გადმოდე, კი, ხო, ესენი და დანარჩენები დიდი იმედი მაქვს, რომ ვიდეოს დადების დროს ესენი მაღაზიაში უკვე იქნება. თორე მაგრად გავილანძე. ეს არ არის დაგერი, ეს არის რაპაქსი. ეს არის რაპაქსი მინი. ძალიან მომწონს ეს დანა, თქვენ საიძე ვნახე. კი, არა, ჩვენ საიძე არ ოსტროგრადზე ბოდიში, კი. აი პაუჩში დამაქ, კაი მჭრელი დანა, პატარა ჯელტმენური, რა ვიცი. შიდა ლინზა არის, კი ბატონო. ანუ ეს თქვენთან არ არის კავშირში, ეს სხვა ბრენდი არის? სხვა ბრენდია. გასაგები. აჩვენე? ძალიან ლამაზი არის. მე ერთადერთი ეს ცოტა მეპატარავება, სულ ოდნავ რომ მეტი. მაგი რატომ აქვს, იცი? აი რომ დაკეცო, აი ის რომ არ შეუშვებს ეს ბათალოკი. გასაგები. აი მაინც პროფესიონალი რო არის ადამიანი, ამიხსნა, უცბად, თორე აი ეს დაშვება არის და პირის ეს ფორმა ჩემთვის ეგრეთ წოდებულ იდისში არის ყველაზე იდეალური. ძალიან საინტერესო. გადავედით ახლა ძალიან ტკბილ ლუკმებზე. იცი რა? მოდი აი ამით მინდა მე რომ ამ ხაზმა ჩემი პირადი აზრით მოახდინა ძალიან დიდი ამბავი რა. ესე იგი წარმოიდგინე დაგერი, რომელსაც იცნობ ვენდეტათი, რომელსაც იცნობ რაღაცა ისეთი პრემიალური მასალებით და შეიძლება შენთვის იყოს რაღაცა ხელმიუწვდომელი, უცბად ხდება აბსოლუტურად ხელმისაწვდომი, თან ისე რომ ვიზუალური ეფექტურობა არ იკარგება პირიქით, რაღაცა ძალიან ესეთი ლამაზი დიზაინები გამოდის, ფერებში გამოდის, ბევრი ვარიაცია, რაც ძალიან მაგარი არის და სტანდარტული, ასე ვთქვათ, გამომდგარი მასალები, ტარი, ფერენი, პირი 8x14, რომელიც თუ სწორად არის გაკეთებული, ანუ არის ფანტასტიკური მშვენიერი ფოლოდია რა. აი ძალიან არ მიყვარს რომ იწყებენ ხოლმე რომ პლასტელინ და შენი ჭირი მერტ ჯერეს ამოწურე და მერე გადადი M390-ს. ამ დანის აი ჩოილს დააგვირდით და ზემოდან ჯიმპინგს. აი, არ ვიცი რა, აბსოლუტურად იდეალური, ყოველდღიურად გამოსაყენებელი დანაა და ამ დანის ფასი, მოდი მე საქართველოს რეალობაში ვიტყვი, საიძე თქვენთან შეიძლება სხვა იყოს, ჩვენთან ღირდა დაახლოებით 155 ლარი თუ 140 ლარი პრინციპში რა. ანუ არ ვიცი. Discover ხაზი არის ჩემთვის დაგერის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მიღწევა და აქვე აღნიშნავ რომ ბიუჯეტურ დანებში. ეგრეთ წოდებული ASIOI, აქედან ეს ანტიმაბრუნებელით რო არის ლოგოთი და აქედან კიდე მე რო დამცინის გიორგი და მე რო ვიძახი შლიცევოი ატვერკით რო შეგიძლია რომ გახსნა. აი ეს ყველაფერი ბიუჯეტურ დანაში რომ მოახერხო კაცმა. ავი, ბრავო და მოხერხება უნდა ამას. კიდე თქვენ რო გიყვართ ხოლმე. თავში ჩასარტყმელია აქ. მინის ჩასამტრევია, მაგრამ არა, მინის ჩასამტრევი ეს არა, ეს არის Skull Crusher-ი. ზუსტად თავში ჩასარტყმელი ყოფილა აგერ ოფიციალურად. всё, მოიცა დამთავრდა. მინის დასამტრევი აქვს მარტო Smoke Eaters. всё, ძალიან გაუხარდება. ჩვენ გვაქვს მოდელი Smoke Eater-ი, არ ვიცი თქვენ გექნებათ თუ არა. Smoke Eater-ი არის sheep's food-ი და არის half serrated. ნახევრად serrated. არ მინახია, დაინტერესა. ის უფრო აი მეხანძრეების დანა, იმიტომ რომ smoke eater-ი რაზე ქვია, ამერიკაში smoke eaters უძახიან მეხანძრეებს. ხო და მიტო გავუკეთეთ იქ ტანკსტენა აქვს ბურთულად კი ბატონო. მოკლედ რო იკითხავენ ხო რა ანუ არ მეტი რა. ხო ამერიკაშიც მაგრია, ან არის Skull Crusher-ი, ან არის Glass Breaker-ი. კი ბატონო. აი მივედი ახლა გიორგი რამის თქმა თუ გინდა ბოდიში. ხელი მე გავერთობი აქ. გაერთე. მივედი დანასთან, რომლის ასე ვთქვათ, წარდგენასაც და თუ სწორედ მახსოვს პროტოტიპსაც აჩვენებდა თეიმურაზი თავის YouTube არხზე და როგორ გითხრათ რა, მე როგორი განცდა გამიშთა, თქვენ იცით რამ ხელა პატივს წემე მაგალითად Soul Blasters. ანუ ამ ადამიანმა
დანების სამყაროში არა მარტო ის მოახერხა რომ სპაიდერკო შექმნა. სპაიდერკოში გაერთიანა სხვა ადამიანები მოიყვანა, ვინც საოცარი დიზაინები, ასე ვთქვათ, შექმნეს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მსგავსი განცდა გამიჩნდა. უბრალოდ აქ მე ვიცოდი რომ თეიმურაზის და უფროსი თეიმურაზის ერთობლივი ნამუშევარი არის და არ ვიცი. ანუ ეთნო მოტივებზე რო შექმნა ისეთი დანა, რომელიც თან იქნება თანამედროვე, თან იქნება ვიზუალურად განსხვავებული, არ არის იოლის საქმე და ეს არის ფიქსატორი. კი. კი ბატონო, ფიქსატორი არის, როგორ ჩაიგეთოს. ნუ აი არ ვიცი რა. ძალიან უხ გავიჭერე, მე ხო სტაბილურად ხელს ვიჭრი. გავამართლეთ თუ შეიძლება, მე რამდენი გადაცემა. ეთქობა ხელი უარ გავიჭრო, შეიძლება დავითასო. გუშაყუდროს კიდევაც ანტავიკები მოიმარაგეთოთ. არ მინდა გასვლა, ნუ ჩემთან უნდა ვიღოთ მეგობრებო, ჩემ იმას ჭრილობას მივხედავ. მოკლედ ნავახა დეკომბატი არის, არ ვიცი რა. აი ეს ხო არის cold steel ლუზონი, დაახლოებით ამ ზომის, როგორც ის ლუზონი ხევში მეშლება ხოლმე. არ მინდა ხა იმას ცუდის ლაპარაკი. ძალიან მომწონს ეს დანა. ძალიან მაგარი მოდელი და ძალიან მაგარი პირი აქვს მიშა. ხო, რა პირის ფორმას რას დაარქმევთ? აი რა ფორმა? რავი, ხარპუნით აგერი ერთად რავი. ხო, ხანჯალი და ის არის ჰარპუნი. კი ბატონო, მე არ მსგავსი არ მაქვს. არც მე შეხვედრია. მაგარი ლამაზია. კლიპსა? ძალიან. აი კლიპსა აქ არის ციკლოპი. ასე რა მაგარი კლიპსა. და გასაკეთებელი კიდე იმის რა ქვია, წიმილაკი კი არა და ხო, მოკლედ ძალიან ბევრია რა ნაფიქრი რა. ანუ ეს არის დანები, რომელზეც უნდა იკაიფოთ რა, უნდა აიღოს, შეხედოთ, დააკვირდე და იფიქრო რა, აი მოკლედ ბრავო, კი. და ბევრი არის ესეთი და ნელ-ნელა იქნება იმის საშუალება, რომ მოახერხოთ, მოხვიდეთ, ნახოთ ჩვენთან, შეიძინოთ და ავიცი, ბევრი გეგმები გვაქვს წინ. მოვიხიბლა. ჩემთვის აი ეს არის მთავარი დაგერი და კი ბატონო, ხელმაც კი გამიარა, მაგრამ მარცხენათი გავხსნა. თან ეს არის დამასკური არ ვიცი რა, ესე იგი ვენდეტა რო ნახე, ხო მაგ რა ნათქვამი რა, რომ მე მგონი ბევრჯერ მოყოლილი, რომ აი ესეთი ემოცია მქონდა, რომ ეგეთი ემოცია არ მქონია დაჟე პარამილიტარიზე, მილიტარიზე, არ მახსენდება რა, ამაზე გავგიშდი და ნუ საოცრად დამწყდა გული, რომ იმ მომენტში ვერ ვიყიდე. როდესაც ვერ ვიყიდე იმ მომენტში, როცა იყიდეოდა, მე ვნახე, რომ არის რაღაცა ლიმიტირებული ვერსიები, ისეთი და უკვე გამიჩნდა ამბიცია, რომ მეთქი მოდი აბა ვიჩალიჩო და რაღაცა განსაკუთრებული ვიშოვო. ნაცნობები შევაწუხე რუსეთში, სხვათა შორის საკუთარი ბიძათ მეკუთვნის, ანუ ცოტა მაწყენინა, რაღაცა დაეზარა წასვლა წამოსვლა და მაგრამ ძალიან მალე ველოდები სხვათა შორის გზაში არის ის ვენდეტა, რომელიც ჩემი იქნება და ძალიან მალე იქნება ჩემ კოლექციაში რა. დანას, როდესაც სახელს არქმევ, არ არის იოლი დაარქვა ისეთი სახელი, რომელიც დაკავშირებულია რაღაცა ტიპის ძალადობასთან, რაღაცა ტიპის კრიმინალურ ისტორიასთან. ვენდეტა არის შურისძიება და შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ოი დედა რაღაცა როგორ შეიძლება და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის რეალობა, ეს არის ცხოვრება, ეს არის სინამდვილე, კურსიკულ დანებს წარწერა ქონდა, რაღაცა საშინელი და აი ამ დანას კიდე ვენდეტა რო უხდება, ესე არც ერთ სახელი არ მოუხდებოდა. დანარჩენი უკვე ბატონმა თეიმურაზმა გითხრას, როგორ შეიქმნა ეს დანა, საერთოდ საიდან წამოვიდა, ვის თავში მოხდა ამის დახაზვა, მამათქვერის თუ უფრო თქვენი. ისტორია როგორია, ისტორია მოგიყვები ახლა. ჩვენ მქონდა დანა Urban 2, ეხლაც არის მაგ დანა. Discover ხაზში არის Urban 2. და მე მინდოდა გამეკეთებინა დანა აი დიდ ფორმატში და პროექტული სახელი ქონდა Urban 2 XL. Urban 2 XL. მაგრამ მე უკვე მამაჩემს უთხარი, აი უნდა გავაკეთოთ Urban 2 გავზარდოთ, მაგრამ პროსტა როცა გავზარდეთ, რაღაც არ გამოვიდა. ამიტომ აი ასიმეტრიულთან ვითამაშოთ ცოტა გრინზე,
ცოტა აი ჩვენი სახელური ცოტა სხვანაირად გავაკეთოთ და ნუ აი გამოვიდა და როცა შევხედე ვიფიქრე რომ ეს არის თანამედროვე ვენდეტა. აი ვთქვათ კორსიკაში როგორც შემოყევი ძალიან კარგად ექნებოდათ მაგათაც. და ნუ რა ვიცი, აი მაგეთი ისტორია აქვს ამდანას, ეს დანა არის ყველაზე ალბათ პოპულარული დაგერებიდან ზოგიერთი აგროვებს მარტო ვენდეტას, იმიტომ რომ არის ლიმიტირებულებიც, ჩვეულებრივებიც, ლაინერებზეც, სხვადასხვა ფოლადებზე. აი ესეც ლიმიტირებულია, ასეთი არის გამოშვებული 150 ცალი. რა იცვლება აი დამასკურ სტილში, იცვლება სულ კარბონი. აქ არის ქაოტიკური კარბონი, სხვა ვენდეტებზე იყო სხვანაირი კარბონი. შემახსენე დამასკურს რა პრეზენტაცია? არაფერს წარში გახსენებ. რა მოდელს ველოდებით? აგას. აი მაგას ველოდებით. როგორც აღარ არის დარჩენილი, გაყიდულია ძმაო ყველა. ხორჯა, მე გითხარი შენ. მაგითო იყოს ეხლა რო არ თქვი, უსმენ მე კი რატო არის ძახის. კი ბატონო. არა, ხუმრობა იქეთ იყოს მართლა ერთი ცალია დარჩენილი. რიგითობაში რა? ერთ ძალიან დარჩენილი. კაი. აი ეს ცუდი ბიჭები ვართ, ანუ მოხმარებლამდე აღარ მიგვი. ჩამოგვიგ და ვყიდულობთ. თემურას, მიხეილმა კითხვა ყველაფერი ეს და ულამაზესი დამასკური არის. ულამაზესი. ეს ჩინური დამასკური არის. კი. შვაში არის ვეგეაცი არის და გონი 9 ხრომი. ხო, 9 ხრომი არის, ანუ ძალიან გავს ცივების იმას, რა ქვია, დამასკურს. ის უნდა მეთქვა, ახლა რაიქს რო აქვს, რაიქსაც აქვს რაღაც გავს. კი ბატონო. კი, მაგასაც გავს ძალიან. კი. საკმაოდ კარგად კი არა, ძალიან კარგად აკეთებენ. ძალიან ლამაზი. მაგრამ დამასკში რა არის საინტერესო? გრინდი ცვლის მერე აი მაგ უზღორებს. კი. უჟანგავებია, ხო ეს რა და კი ბატონო. ძალიან ლამაზი არის და თვითონ დანახო საერთოდ. გადავიდე? კი, მართლა რაღაც ემოციური მომენტი მქონდა, ხო გეუბნები, ეს დანა, საიდანაც ჩემი სიმპათია, ყველაფერი ინტერესი, ანუ ეს წლები გრძელდებოდა, რომ, რა ვიცი, სადაც დაგერი მესმოდა, უყურებდი ყველაფერს. ასე რომ, კაი, წამოვიდე. მივედით ახლა 1, 2, 3 და 4. ამაზე მე ვიტყვი ხა რაღაცას და დანარჩენს შენი ლაპარაკი. რა რაღაცა მოკლედ როგორც იქნა რომ მივახციეთ იმას რომ ჩამოვიდა და გერი და გაყიდვაში ჩაეშვა. მე კი ვიყავი დარწმუნებული რომ ძალიან პოპულარული გახდებოდა, მაგრამ აი ეს არ მეგონა თუ რაღაც უცბად იმას იზრდა რა ვთქვათ, გახდებოდა პოპულარული, იმიტომ რომ უნდა გესმოდეს ადამიანს დანა რომ მიხვდე რაოდენ მაგარი კარდნაიფია რა და ერთი დილა ჯერ მე მგონი ლოგიკში ვწევარ და გიორგი მირეკავს მეუბნება გლდანში გაუშვი 3 წლის სასტრაფოდ ვიღაცა გოგოს უნდაო მოკლედ გოგონი მე კი ვიცი რომ თქვენ შეიძინეთ ის და აი რა ვიცი არ მაინტერესებს 3 წელი ვისთვის გინდოდათ და თუ გვიყურებთ კომენტარებში დაგვიწერეთ ძალიან რა ისე კი რა ვიცი მე პირადად საჩუქრად გადმომცა ბატონმა თეიმურაზმა და გარდა იმისა რომ მანამ ხო ძალიან მომწონდა მოყვე კიდე ერთი ისტორია გამოფენაზე ვარ ვყიდი აი გარც ვიცი რა აი ეს რა ერთი წალი იყო დარჩენილი რა და წინ იდო რა და რომ ნახე რომ ვიღაცები უკვე ინტერესდებოდნენ მე გადავტე უკან და მეთქი და მე ბოლოს გავყიდი ბოლოს და გავთვე მოკლედ ძალიან საყვარელი და ძალიან მაგარი მოდელი არის არაფერი მიხელი რა უნდა დავამატო ესეთი კარგი კარდნაიფი მე არ შემხვედრია. არა, ნამდვილად. აი, არ ვიცი, ძალიან მაგარი ნამუშევარი არის, ძალიან მაგარი არის. სრულფასოვან დანის ემოციასაც იწვევს. მაგი იყო მთელი იდეა. კი, ანუ ზოგადად მე რაც მქონია კარდნაიფებთან შეხება, სულ არის რაღაცა, აი დამატებითი რაღაცა არის დანა რომელსაც ჩაგაკეთეს ხელში, ხო? აი იმდანაც რომ დაიჭერ, იმდენად რაღაც ხარისხიან, რაღაცა შეკრული დანის ემოციას იწვევს, რომ აი შეგიძლია რომ აი ესე დაიჭირო და ესე იმუშაო ჩვეულებრივად. და იდეა თუ ეგ იყო, შესანიშნავად გამოგივიდა თემურას, ძალიან მაგარი მოდელი არის ეს. მადლობთ. ერთსაც მე ვიტყვი და მე თქვენი საუბრეთ. დედა აი ამან მომკლა, აი. მოკლედ ეს დანა ეხა ჩამოდის. წინასწარი რაღაც პოსტი დავწერე რა, რომ ანუ არანაირი ის არ მქონია რაღაცა გათვლა, რომ დავწერე პოსტი, რომ აბა ვინ ველოდებით მეთქი
ამ დანებს თქო რა და ნუ ძალიან კაი რო ამ ხელა გამოხმაურება იყო. ვიღაცეებისგან ცოტა რაღაცა ირონიული ისიც იყო. დამიწერა რომ ო რა მაგით ითulis რამდენი უნდა ჩამოიტანოს რა და კი ბატონო ეგეც კაი აზრია დავითვალე. მოკლედ დანა რომელზეც გარდა იმისა რომ ანუ სუპერ პოპულარული გახდა მე ვთვლი რომ ბატონ თეიმურას აქვს მოსაყოლი რატო საიდან და მე თავიდან არასწორად წარვადგინე წინა ვიდეოში და აი მოგვიყევით ბატონ თეიმურას ახლა ამის შესახებ. ეს არის ბრენდი პერემენ. დაგერი ეს არ არის. კი ბატონო. ეს იდეა როგორ გამიჩნდა? ნუ მე ხო ვთქვი უკვე რომ ჩემი პირველი დანა იყო ლისიჩკა. და ძალიან მომწონს ლისიჩკა. და იდეა გამიჩნდა რომ უნდა ჩამოვაყალიბო ახალი კომპანია, იმენა ახალი და არა დაგერი და არა დაგარში, რომელიც გამოუშვებდა დასაკეთს დანებს, რომელიც იყო პოპულარული საბჭოთა კავშირში. კი ბატონო. ემლა მაგიტო ქვია პერემენ, ანუ ცვლილება ქართულად. ცვლილება მე ძალიან მომწონს ჯგუფი კინო, ვიქტორ ცოი, მაგასაც აქვს სიმღერა პერემენ და აი ცვლილება დანებშიც არის საჭირო ცვლილება, ანუ ამას ბევრი მესეჯი აქვს რა. და საინტერესოა, ხა თქვენგან მაგის მოსმენა. მისი, რაზე დავარქვი მისი. ნუ ლისიჩკა, იმიტომ რომ ლისიჩკაც იქნება, ლისიჩკა სხვა დანა არის. გასაგები. ბელკას ვერ დავარქმევდი, იმიტომ რომ უკვე ბელკა არსებობს. კი ბატონო და ციყვი ახლა სხვანაირად რუსულად, ძველ რუსულად, даже ალბათ სლავურად არის მისი. ნუ ფანტასტიკური ახსნა. მადლობა დიდი. და დანარჩენი დანები, რაც გამოვა მოდელები პერემენებში, ეს იქნება ზუბრი, თუ გახსოვთ მომკავშირის დანები. კი, ტყვიების რო ქონდა, გილზების ექსტრაქტორი რო ქონდა, იქნება აი ლისიჩკა, რაც თქვი, ნამდვილი ლისიჩკა, აი რამნი რო იყო. მაგარი ამები გვედის, მებოდადება. და იქნება მაგას არ ვიტყვი რა. კი ბატონო, კი ბატონო. მოკლედ ძალიან მაგარი რაღაცეები იქნება. მიხეილ, ნენელა შევდივარ ამ სენტიმენტებში, მე და წინაც ხო გითხრა შალხიზე რო ვიყავი. და ბელდანებით ეხლა ბელკების შეგროვებასაც დავიწყებ გემრიელი. მე ვიცი რომ გაუჩნდება ადამიანებს, შეიძლება რაც კითხვები გაუჩნდეს, მზად ვარ ყველას გავცე პასუხები. ანუ ეს არის ადამიანები, რომლებსაც მართლა აქვს ამ დროის მიმართ სენტიმენტები, იმ ნივთების მიმართ სენტიმენტები და თუ ვინმეს ეს არ ახსოვს და მათთვის ეს არ არის არანაირი სენტიმენტი, არ არის პრობლემა, ნუ შეიძინეთ, კაცო, სხვა რაღაცა შეიძინეთ და გვაცადეთ ჩვენ, ასე ვთქვათ, ვიკაიფოთ ამ ნივთები. ორჩა გათავდა რა. დროის რა ბავშვობა არის რა და ხო. ვიღაცისთვის ბავშვობა, ვიღაცისთვის ბიჭობა, ანუ სხვადასხვა პერიოდია რა. რა ვიცი, ჩემთვის მედანეობა დაიწყო იმენა ლისიჩკიდან. ხო, ჩემთვის ლისიჩკიდან არა, ის თამონა ის უფრო იყო რა, მე ცოტა მერევა ორდანაშვილს, მაგრამ აი ეს ჩემი სახლის დაბლა იყო მონკავშირი. ზედ თავისუფლების მოინაზებს ხოლმე და შედიოდა დიდი დათვის პიტულით რა. ხო და ნუ მოკლედ ის დირექტორი ვინც იყო, მოკლედ რა, ნუ ძალიან ველოდები მაგას. ეს წინაზე ის ხო, გაჩვენდია ոնց ახლა. რა დავფარავთ. ხო, კი ბატონო. კაი. ეხლა მივედით დანასთან, რომელიც მე საიტზე ვნახე. რამოდენიმე დღის წინ და ბატონ თემურას ვკითხე, ეს რა არის მეთქი. მე არ ვიცი ეს რა არის. ვაი, მე რა მაგა. მაიტავა. ეს არის Aero Micro. всё, მე რომ აქვს ის მიკრო. მიშა. ეს ძალიან საინტერესო რაღაცაა. გაერთო ეხლა შენც. ანუ არა, მე რა მაინტერესებს, შეხედე, ეს სოკო ხო აქ არის. ჩონჩხისთავი, კაი, ხუმრობ. ეს რაღაცა ჩანაფიქრია, დოლი, კი ბატონო, ვიღაცები კრავას ტოქს რო ეძახიან. არის ადგილი რო ანუ თავისუფლად გაუკეთო ძალიან კარგი, რა ქვია, სამშვენისი და პატარაა და გაჭრი რა, აი სრულიად ფუნქციური პირი აქვს. ძალიან ჩერეშჩუ საინტერესო რაღაცაა. ნუ საიდან მოვიდა? რატო მოგვინდა ამის გაკეთება?
რატომ მოგვინდა ამის გაკეთება? Arrow და Sting-ი არის, ფუნდამენტი Dagger-ის. იმიტომ რომ Dagger-ი, თქვათ, ხო ვთქვი, урბანი, მაგრამ აი მე урბანს გადავარქვით. урბანი უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორც Arrow. აჰა, კი ბატონო. Arrow და Sting-ი არის ძალიან პოპულარული, ძალიან ბევრი ფანები ყავს. და Arrow-ში არის მარტო ერთი ზომა. Sting-ში არის Sting-ი XL-ი, არის Sting-ი Mini, არის ჩვეულებრივი Sting-ი და გადავწყვიტე, რომ აი პატარა პარტია გამეკეთებია იმენა მიკრო ერთი მხრივ თავარი იდეა აქ იყო, რომ ქალებსაც მოწონებოდა და გასაგებია ბათელ ლოქიანი, ანუ ფრჩხილები არ შეუშლეს ხელს გახსნაში, ეგ კარგი გათვლა არის მაგაში. კი ბატონო. რა ვიცი რა, აი უფრო ბრელოკივით რო იყოს და მაშინ კითხვა მაქვს, ანუ იქნება ეს გაგრძელება? ჯერ არ ვიცი. ძალიან, ანუ ჩვენთან მაგალითად ძალიან პოპულარულია პატარა ზომის დანები. კი მესმის რომ ეს პრემიუმ ხაზია, ფხნილოვანი პოლადი აქვს, ტიტანი არის, მაგრამ ძალიან საინტერესო ნივთია. რა ამის გასაყიდი ფასია, საიტზე თქო თქვენთან რა არის? თუ არ მეშლება სადღაც 130-140 $. კი ბატონო. ძალიან მოვიხიბლე მე. მეც ძალიან მოვიხიბლე. იცი რომ ვიძახით ხოლმე რომ პატარა დანის გაკეთება ბევრად უფრო რთული არის რომ აი ნორმალურად რო ხელში თარჯდეს. მაგ მატერიალებში პატარა დანა ჯდება იგივე თითქმის რაც ჩვეულებრივი დანა. კი. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პატარა დანა არის. მე ვხედავ იქ დაგვრჩა ჩვენ ესე იგი რაღაცეები. რომელი? ხო და თუ ის არის არელია? ყველა ვნახეთ. ფაუჩი. ეს არის დარჩელი. ფაუჩი კი, არიელია. ვსო, გასაგებია. მეთქი ხო არ გამოგჭა რა მეთქო. მოდი მაშინ ეს რა? ეს დაგვრჩა. რადევს მიხეილ მაგაში. უი! მომიყვეს თავი ეს? ეს? იჯო. ეხლა არ უნდა დამელია ის ბოლოჭიქა, რომ მაგიტო დამოვიწყდა ეს რა. აუ რა მაგარი. გიო, მოდი თუ ვინა შენი საუბრე ამაზე, იმიტომ რომ მე შეიძლება ისეთი რაღაცები გითქვა, რომ ტუები დაადონ. ხო და ძალიან მიმწონს, ძალიან მაგარი, ჩერესჭურ მაგარი აქსესუარია. თავისი ჩასადებით და აი ამ ჩამოსაკიდებლით. რა უნდა ვისაუბრო? ჩემი ეს უნდა ქონდეს ყველას. მაგას მინდა რომ გეთქვას. ყველას უნდა ქონდეს, საჭირო ნივთი არის ყველასთვის. კი ბატონო. ბავშვები უყურებენ რაღაცებს, თემომ გამაფრთხილა არ თქვა. იცი მიშა მაქვს მე ზიბას ბრიტვა მაქვს და იმას ვატარ, მაგრამ ის არის აქსესუარი. გალესილი არის და სულ ყოველთვის რაღაცნაირად მაკალდა ის რომ გალესილი არის და აი მას აქვს ეგ რომ დანაც არის, გალესილი არის და ეს რა საფასო კატეგორია? ეს $25. 100 ძახი. ეს უნდა მოვაყაროთ. ეს უნდა ქონდეს ყველას. თანდამასკური ფოლადი. არა, ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზია. ეს მართლა ძალიან ჭკვიანურად გაკეთებული რო, ანუ ავი რა, მართლა გეუბნები, მე ძალიან მიყვარს რა ეს ჩამოკიდება რა რაღაცეების. აუ ძალიან მაგარი, ამას გასაღებზეც ჩამოკიდებ. გასაღები და აი ისეთი რომ თან დანა გაქვს ფუნქციური, ანუ ნებისმიერ ყუთს და გათლა იქნება, ფანქრის თუ რაღაცა იქნება, ყველაფერს გაართმევავს და ნახე რა მაგარი ნივთი არის და როგორი ლამაზია. მოკლედ, ბრიტვები ყველას. კი ბატონო, ანუ ეხლა ჩვენ ჯერ ასე ვთქვათ, Dagger-ის ასორტიმენტის, რა ვიცი, რაღაც ნაწილი ვნახეთ, არ გვინახავს ბევრი რაღაცეები, ანუ თითო მოდელს აქვს იმდენი ვარიაცია, რომ ნუ რა ვიცი, ძალიან ბევრი ფერები, ძალიან ბევრი რაღაც ლიმიტკები, ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი არის, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, გაცნობა, ურთიერთობა შედგა. მე ხო მილიონჯერ მაქვს ნათქვამი და ძალიან მადლიერი ვარ იმ დღის, როცა გაგისანი თეიმურას და მადლიერი ვარ გიორგის, რომ ოდესაც გადავეცი ეს ინფორმაცია, გიორგიმ უკვე როგორც ასე ვთქვათ, კომპანიამ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა და დღეს ვიცით, რომ ძალიან საინტერესო რაღაცებს ჩაუყრით საფუძველს რა და მინდა რომ ასევე მადლობა მოგიხადოთ თქვენ, ჩვენო გამომწერებო, ჩვენო მოხმარებლებო, რომ პირველ ასე ვთქვათ პარტიაზე, მოკლედ ეს სიტყვა რაღაცა დამეხმარე ლუკა, იყო იმხელა აჟიოტაჟი, რომ აგერ მეორეზე ვაპირებ, რომ 2 დღე Facebook-ი გავაუქმო, რომ მე არავინ მომწეროს, მაღაზიაში იქნება
დანები და უდიდესი მადლობა თეიმურაზ, რომ აი ესეთ ფორმატში. არაფრის, პირველი სტუმარი ხარ და რა ვიცი რა ხელი მინდა რომ ჩამოგართო. გენაცვალე. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ იგივე ფორმატში კიდევ აუცილებლად შევხვდებით. აუცილებლად. ან აქ ან სხვაგან, მაგრამ იგივე ფორმატში კი და უკვე აი გაკეთებულ პროექტებზე ვისაუბრებთ, რასაც გავაკეთებთ, ფასდაკლების იმას რომ დავნერგავთ, ანუ აუცილებლად გვექნება ჩვენ შემდეგი სეზონი, ასე ვთქვათ. აბა მადლობა მეგობრებო, ყურადღებისთვის და მომავალ ვიდეოებამდე. მადლობა. კარგად გრძელდებოდეთ.